იცი რა არის ასაცილო? ყველა გეუბნება, რომ შენ სკანში კომფორტულად უნდა იცნო თავი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანი დაფარულია. ყველა გეუბნება, რომ ნამდვილი და გულწრფელი უნდა იყო. ოღონდ მერე ბრალდება, თუ ეს გულწრფელობა მის გემოვნებაში არ ჯდება. საქმე ის არის, რომ ბალიზე იმისთვის არ ჩამოსულა, რომ შარვალ კოსტუმით ვიჯდა და ზუსტად ის ცხოვრების სტილი მომწონს, როდესაც თითქმის სულ ღიად გაცვია შორტები, ტოპი. დღის განმავლობაში რაც უნდა გავაკეთო, ან ასე მაცვია, ან საცურაო კოსტუმით ვარ, ან აუზში, ან საუნაში, ან ჯაკუსში და 1 საათი როდესაც ვარჯიშობ, იქაც ტოპი და მოტკეცილი შორტი მაცვია სავარჯიშო, რომელსაც ტრუსიქს ეძახიან. წლების განმავლობაში ეს ჩემზე ძალიან მოქმედებდა და ვცდილობდი მოვიგებოდი მაქსიმალურად უნივერსალური ყოფილიყავი ყველა გემოვნებისთვის. სპეციალურად ვიცვალდი პიჯაკებს, ფორმალურ, ეგრეთ წოდებულ პროფესიონალურ ტანსაცმელს. ზოგს უთქვამს, რომ ბეტელები არ უნდა ჩამეცვა, იმიტომ რომ არაპროფესიონალური იყო. მაშინ იცით არ შეიძლება და ყოფილიყავი არაპროფესიონალურია. ბევრი წელი მართლა მივყვებოდი, მაგრამ ერთი ამბავია, რა აზრი აქვს ამ მთელ შენს წარმატებას, თუ ნიღაბი უნდა ატარო და ის უნდა იყო ვინც არ ხარ და ეს ფასი გადაიხადე. მაშინ არაფერს ფასი არ არის. და ამ ყველაფერმა ერთ გენიალურ ფრაზამდე მიმიყვანა, თუ ვიდეოს ჩაწერის წინ ან საცმელი უნდა გამოიცვალო, ან მაკიაჟი გაიკეთო, ანუ ნიღაბი უნდა ჩაიცვა, რასაც ფიქრობ, რომ უფრო მისაღები და მოსაწონი იქნება უმეტესობისთვის, ესე იგი გულწრფელი არ ხარ. მე ახლა რაც მაცვია სპეციალურად რომ გიცვამდე ამ ვიდეოსთვის, ეს არ იქნებოდა გულწრფელი და პირიქით, ეხლა რომ რაღაც სხვა ჩავიცვა იმის გამო, რომ ვიდეოს ვიღებ, ეს იქნება ყველაზე დიდი სიყალბე. უკვე 5 წელია რაც კონტენტ კრეატორი ვარ და ჩემი ნომერ პირველი მიზანი გახდა, რომ ჩემი ციფრული ვერსია, ანუ ის ციფრული ავატარი, რასაც ახლა ვიდეოში ვყურებ, უფრო და უფრო დაემსგავსოს ჩემ რეალურ პიროვნებას. არცაცმლით, გამოხატვის ფორმით, თემებით, რაზეც ვსაუბრობ, სირთულეებით, რაზეც ვსაუბრობდი, რა მიჭირს, რა მიყვარს, რა არ მიყვარს. მთელი ჩემი მოტივაციაც ეგ არის, რომ მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო და მაქსიმალურად გამოვაყენო ჩემი ნამდვილი მე. რო იცოდე გზაზე ნებისმიერ შემთხვევაში გაგაკრიტიკებენ, მაგისთვის მზად უნდა იყო, მაგრამ ჯობია გაგაკრიტიკო იმის გამო, ვინც ნამდვილად ხარ, ვიდრე იმის გამო, რაც არ ხარ და ისედაც ნიღაბია.